მოგესალმებით, ვიწყებთ განაცემას ძიმე კასთან. დღეს ჩვენი სტუმარია რეჟისორი დიტო ცინცაძე. როგორ ახარ დიტო? მადლობს. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ სალომე ბარკერის, რას აკეთებო ყოველ დღეო იმისთვის, რომ შენი ქვეყანა იყოს უკეთესიო? არაფერს. არაფერს? სამწუხაროდ. არაფერს თუ ვერაფერს? ნუ თუ არ ჩავთვლით რომ მე მუშაობ ფილმი თუ შეიძლება ითქვას რომ რაღაც თუ ფილმი კარგი გავაკეთდეს ჩემ სამშობლოს გამოადგა მაშინ კი და დანარჩენს არა ალბათ კარგი შვილები ეცადე რომ კარგი შვილები გამეზარდე თუმცა არ ვიყავი კარგი მამა შენ გასწავლიდან ელდარ შენგელაია და ოთარ იოსელიანი რა ისწავლე ელდარისგან და რა ოთარისგან რეალურად ელდარი იყო ჩემი სახელოსნოს მაგრამ ოთარი რადგან მთელი თაობის მასწავლებელი იყო არა მარტო ჩემი არამედ ამიტომ მე ყოველთვის მაინც ვამბობ რომ ოთარი ჩემი მასწავლებელი იყო თუმცა პირდაპირ რეალური მასწავლებელი ელდარ შენგელაია იყო რა გასწავლა ერთმა და რა მეორე მაგრამ თავარი ძირითადად ელდარმა რასაკვირველია ეს ტრაგიკომიკული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ აი რაღაცა ცოტა სევდიანი იყო სიტუაცია და რა გამონახო ის სასაცილო ის რაზეც შეიძლება რომ ის ძალიან მძიმე თუ სევდიანი რაღაცა გაალაითო რაღაცა თავისუფლად უფრო ნათლად რომ უფრო ნათელი რომ იყოს არ დაიგრუზო ამ ეს კინოში გამოგადგა თუ ცხოვრებაშიც იცი რა არის და თუ მე მგონი ორივე კინოშიც და ცხოვრებაშიც იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანია თვითონ ელდარი არაჩვეულებრივი პიროვნება და ბევრი რამე ვისწავლე რაღაცა პრინციპულობაც კი ხლა არ მინდა რაღაც იყო ისეთი მომენტები როცა შეცდომა დამიშვია და თქვა ელდარს ისე არა როგორც ხელმძღვანელს თქვა სახელოსნოს არამედ როგორც ადამიანს მოუწია საკმაოდ მკაცრად და მართალი ყოფილა მე მივხვდარო რომ რამდენად მართალი ყოფილა ოთარი ისეთი კინოა, ოთარი ისეთი სუფთა კინოს აკეთებს. ოთარი არის რას გულისხმობს სუფთა კინო? იცი რას გულისხმობს სუფთა კინოს, ოთარს ხანდან ოთარს არ ჭირდება დიალოგი ფილმში. ოთარ შეუძლია ფილმი გააკეთოს და ყველა მისი ფილმი არის პრინციპში გასაგებია რომ იქ ლაპარაკობს ხალხი, მაგრამ ის ლაპარაკი უფრო ინფორმაციას გაიძლევა, რაღაც დრამატურგიულ რაღაცას გერჩება. საუნდივით არის რა, ანუ რაღაცა ხმა არის, რომელიც რეალობას თქვათ აკეთებს, თორე იმის მიღმა არის რაღაც სამყარო ოთარ იოსელიანის, რომელიც ის უნიკალური ოთარის სამყაროა. კი ბატონო. შენ ბოლო ფილმს ქვია ბედნიერების ღმერთი. აი რა არის შენთვის ბედნიერება და რა არის ღმერთი? ღმერთი არის ის რაღაც ამოუცნობი, რომელიცაც მე მწამს, უბრალოდ ვერ სახელი არ ვიცი, არც ვიცი რა არის. ვიცი რომ არის. ეჭვი არ მეპარება, მიგრძნია. ვიდეოც, იმიტომ რომ აქ არ არის გონებით ამას ვერ გაიგებ, ალბათ რაღაც სხვანაირად უნდა მიხვდე. და რაღაც გონია რომ მე მგონი რომ დარწმუნებული ვარ რომ არის. უბრალოდ ვერაფერს ვერ გეტყვი. არის რაღაცა რომელიც ხო. და ბედნიერება ალბათ სიმშვიდეა. და შენი ბედნიერების ღმერთი ვინ არის? ალბათ ის ვინ სიმშვიდეს მომიტანს და იმიტომ მე გურული ვარ და ისა ვარ ცოტა არა დაბალანსებული ამიტომ სიმშვიდე არის ჩემი რაღაცა ძალიან მინდა რომ დავმშვიდდე რა ღმერთი როგორი რეჟისორია და ვინ ასრულებს თავარ როლს მაგის ფილმში ღმერთი არ ვიცი ხანდახან ძალიან კაი რეჟისორია ხანდახან მე ბევრი კითხვები მაქვს მასთან რა. თავარი ტიპი ვინ არის მის ფილმში? ძალიან ძნელი კითხვას მისვავდა, ძნელია ეს, არ ვიცი. ჩემ შემთხვევაში მე. და კინემატოგრაფიის ღმერთად ვინ მიგაჩნია? რამდენიმე. იცი რა, მაგრამ ყავს რამდენიმე ესეთი, სხვაში იცვლება ხოლმე მათი სახელები. თქვათ ერთი პერიოდი მაგრამ ღმერთი არ ვიცი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აი საოცრებას მიაღწიეს ამ სფეროში. მაგალითად, კასავეტესი, ალმოდოვარი, ბერგმანი, ფელინი, პაზოლინი, ნუ კიდე იცით რა, იმდენად სხვადასხვანაირები არიან, მაგრამ
ჩემთვის არის კრიტერიუმი, რომ მათ სამყარო, თავიანთი სამყაროები შექმნეს. ანუ როგორც ღმერთებმა. შენთვის რომელი სცენაა კინოში იდეალური? იდეალური სცენაა ჩემთვის, როცა არ იჭრება, როცა ხდება რაღაცა ქმედება, რომელიც იწყება ერთი ამბით, ერთი კადრი არ გწინდება ამ მისი ყურება, რაც უნდა გრძელი იყოს და თავდება იგივე, თქვა, რითი იწყება სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაციით. ანუ ერთ კადრში ხდება ტრანსფორმაცია. რომელს გაიხსენებდი კონკრეტულად? იცი რა არის, ესე უცებ შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ თქვა ერთი სცენა კასავეტეს. ერთი ფილმია ქრები და იქ თვითონ კასავეტეს და პიტერ ფოლკ ერთი მსახიობი კოლუმბოს ვინც თამაშობს. რაღაც სუფრა არის და ბენკას არაა კიდე მე მგონი სამი გმირია. ერთ ქალს ასწავლიან როგორ იმღეროს სიმღერა და ის ქალი მღერის. მაგრამ არ მოწონთ ამას. ეს ერთი წუთიანი სცენაა. და სულ ემნებიან რომ რაღაც აკლია შენ გულს არდებ ამ სიმღერაში. არის სრული იმპროვიზაცია. და არის აი როგორ გითხრა რა, ჩემთვის არის კინემატოგრაფი ძალიან აი სამაგალითო სცენაა ჩემთვის როგორ უნდა განწყობა როგორ უნდა შექმნა სრულად მარტივ სიტუაციაში თან ისეთი რომელიც ეჭვიც არ შეგეპარება რომ ნათამაშები ან ვიღაცა უკან დგას და იღებს კამერით. კი ბატონო. ქართულ კინოში დღეს რა პრობლემაა მთავარი? ჩემის აზრით სითამამე. სითამამე. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი მოვიდა, გოგოებიც და ბიჭებიც. ჩემზე უფრო ახალგაზრდა თაობა. ძალიან საინტერესო არ ჩამოვთვლი ფილმებს, არის სხვადასხვა ფილმები, რომლებიც გაიჟღერეს და არის, მაგრამ მე ჩემი თავარი პრეტენზიას ყველგან ვიძახი ამას, რომ ახალგაზრდა მე უკვე აღარა ვარ იმას აქში, რომ რაღაცები თქვათ მიჩხუბოდა ფილმით ვამბობ. მაგრამ არის უამრავი საკითხი და თუ რომელიც აუცილებლად სალაპარაკოა. ხო. აუცილებლად სალაპარაკოა დღეს საქართველოში იმდენი პრობლემა არის და არავინ არ ლაპარაკობს რაღაცეებს. რაღაცებს თვალს ხუჭავენ, რაღაცებს. ამიტომ მე მგონი რომ მაგათი მოვალეობაა. მე არ მინდა რომ რაღაც ის თქვათ სოც მუშაკები გახდენდა, მაგრამ ხელოვნებაში ამ კინოში განსაკუთრებით ეს სფერო არის, ეს განხრა არის და ჩვენთან არის, ნუ რა ვიცი, აუცილებელიც არის ეს ამაზე ვილაპარაკოთ. და ეს სცენარისტები, პროდიუსერები, ეს ტექნიკური სტაფი არის, ყავს ისეთი ხარისხიანი. კი. აი შენი ფილმის პროდიუსერი ვინ არის ხო? ამ ფილმის გუკარჩეულიშვილი. ქართული მხრიდან. და გუკასთან ეს არ არის პირველი ფილმი, ჩვენ გავაკეთეთ უკვე 3 ფილმი ერთად. პირველი კოპროდუქცია კაცი საელჩოდან, მე მედიატორი და ეხლა ეს. და გუკა ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ლევან კორინთელმა და გუკამ რეალურად რომ თქვათ, ნოლიდან, როცა არაფერი არ იყო, მათ დაიწყეს ხარისხიანი ტექნიკურად და ასევე მხატვრულად მანამდენაც არსებობდა, მაგრამ ტექნიკურად არაფერი არ არსებობდა. ამათ მაიღეს და სრულად სხვა დონეზე აიყვანეს და 3 წელი კაჩავდნენ მარტო ეგენი და კიდე შეიძლება რამდენიმე კაცი არ მინდა გამოგვიჩეს. და ალბათ რაღაც დრო გაივლის და ეხლა რაღაცებს არავის არ ახსოვს ეს და ამიტომ ეგრე იყო. აი რეჟისორმა რა უნდა გააკეთოს აუცილებლად და რა არ უნდა გააკეთოს არავითარ შემთხვევაში. იცი იმას აქვს ნათქვამი კუბრიქს, რომ მე არ ვიცი რა მინდა, მაგრამ ზუსტად ვიცი რა არ მინდა. დაახლოებით ეს იქნება ჩემი პასუხი. და რატო ყავს რაღაცა პათეტიური მსახიობები, რომლებიც აი თითქოს თეატრალურად ძალიან ხელოვნურად თამაშობენ და თამაშობენ მარტო ისეთ ტიპებს, როგორებიც თვითონ არიან. კარგი კითხვაა და თუ იცი რა არის ეს ალბათ კიდევ რეჟისორები იცი იმიტომ რომ აკავებენ და მუშაობენ არასწორად მე მგონი თორე სხვათა შორის იგივე ეხლა სერიალი რო არის ჩემი ცოლის და კალები ხო მე არ უყურებდი მაგრამ მე რამდენიძემ დამერეკა და მითხრა რომ შეხედევამ ერთი რომელიღაც სერიალი დავიწყე რამდენიმე სერიალი ნახე და მივხვდი ერთი ძალიან დიდი საინტერესო რამე მოხდა გარდა იმისა რომ მარტო ნიჭიერი ხალხის გაკეთებული ხა ბევრი რამე შეიძლება არ მოგეწონოს იქ გადაჭარბებული რაღაც მაგრამ ერთი საოცარი რაღაც მოხდა მსახიობები ახალგაზრდა მსახიობების მთელი რიგი დავინახე რა რომელიც ძალიან საინტერესონი არიან უბრალოდ
ძალიან ცოდნი იქნებიან თუ გაეჭედებიან რაღაც ერთ ამპლუაში. ამიტომ მათ უნდათ ბევრი სხვადასხვანაირი სხვა ფილმებში მონაწილეობა და რეჟისორმა უნდა იმუშაოს მათთან და მათი ბრალი არ არის. ხო. უნდა დაეხმარო მათ რა და ნიჭერება აქვს და უნდა სამწუხაროდ უნდა მოხდეს ეს რაღაცა დაეტაკონ რეჟისორი და მსახიობი კარგად. აი მე მაგალითად ამდენიმე მათგან სიამოვნებით ვიმუშავებდი და სიამოვნებით. ანუ კაი თაობა მოდის პრინციპში. მე მგონი ძალიან კაი თაობა, უბრალოდ დამოკიდებულება უნდა რაღაცა უნდა რაღაც იპოვონ რეჟისორი ან რაღაც უნდა მოხდეს შეხება, რაღაც არა მარტო სერიალები აკეთონ. აკეთონ სერიალები, არ ვამბობ არ აკეთონ, მაგრამ პარალელურად სხვა რაღაც აკეთონ. რომელი რეჟისორი გადაიღებდა შენი აზრით საუკეთესო ფილმს საქართველოს ბოლოს და 10 წლის ისტორიაზე და რა ჟანრის ფილმი იქნებოდა ეს? ბოლოს 20 წლის ისტორია ძალიან ძნელი ვიცი როგორ არის რომ არავის არ უცურვებდი იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა ჟანრი აღრევა გამოვიდა და ძალიან ძნელია მე მიყვარს ჟანრების აღრევა ხო ამ ბოლო ფილმიდანაც გამომდინარე მაგრამ 30 წლის განმავლობაში იმდენი ჟანრი და ისე აერია რომ მაგას ძირითადი ხაზი რა უნდა იყოს აბსოლუტურად აი რომელი რეჟისორი მოუხდებოდა ამ აბსურდს იცი რა აბსურდს ვინ მოუხდებოდა არ ვიცი არ მომდის არავინ თავში კი ბატონო პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე ღალატი იუდა შენ დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობ და იქ მუშაობ მე რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ გერმანელებისგან და რა შეუძლიათ იმათ რომ ჩვენ განისწავლოთ აი ზუსტ კაი კითხვა იმიტომ რომ ზუსტად ეგ შევეხე როცა ვიღებდით კაცის აელჩოდა ჩამოვიდა გერმანული ჯგუფი და ქართული ჯგუფიც იყო და მოხდა შერწყმა და ნუ პირველი დღეები იყო საშინელი აბსოლუტური არაულობა იყო ერთმანეთს არ ესმოდათ და გაირკვა ერთი უბრალო რამე რომ როცა ყველაფერი დალაგებულია და როცა გეგმით მიდის ყველაფერი გერმანელები გვიგებენ მაგრამ როგორც კი რაღაცა აი ეს გეგმა შეიცვალა და თქვა იმპროვიზაცია არის საჭირო აბსოლუტურად იბნევიან გერმანელები და მოდის ქართული სული რომელიც უგებს ყველა კომპონენტში აქედან გამომდინარე რამდენიმე დღეში ეს დაბალანსდა უცებ იდეალური ესეთი კონტაქტი იმათმა დაიჯერეს რომ ქართველები მაგრები არიან და ქართველებმაც ისწავლეს რომ აუცილებლად უნდა კონდეს დისციპლინა იმაში ჯგუფში როგორ ფიქრობ ქართველები დღეს ევროპელები ვართ თუ აი ჯერ კიდე საბჭოთა ტომი ვართ სამწუხაროდ არა ვართ არის ნაბიჯები რასაკვირველია არის ნაბიჯები მაგრამ არ ვიცი ნუ მე ცოტა უკმაყოფილო ვარ ამ ტემპებით იმიტომ რომ რატომაც გონია რომ ჩვენ უნარი არ ქონია რომ რაღაცები ვისაუბროთ ნუ უბრალოდ გაიგო რომ არა გვაქვს ეს უნარი და ჩემ თავზეც ვამბობ მე არ ვამბობ რომ მე გვერდიდან დგომის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ სამწუხაროა და იმედი მაქვს რომ ახალგაზრდა თაობა რაღაცა კლიშეებს რაღაცა დოგმებს რაღაცა სისულელებს სხვანაირად შეხედავს თავისუფლები იქნებიან და მიხვდებიან რომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ უამრავი რამე და არავინ არ უნდა უთხრას ხო აი ეს არის მთავარი პირობა რომ ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს რაღაცები და იფიქროს და პოლიტიკური იმას მოვლენებს თუ ადევნებთ იცი რა არის იმდენად გამიცრუდა გული რომ აღარ მე ამ ლაპარაკიც კი არ მინდა რა იმიტომ რომ რაღაცა სისულელეში არის გამულები ვართ თითქოს ნაბიჯები არის რაც გვერდელი არის რაღაცა პროგრესი როგორ არის ახლა სულ არის პატარა რაღაცა პროგრესი რაღაცაში ნაკლებად პროგრესი მაგრამ მე არა ვარ მაყოფილი ამ მდგომარეობით ქართველებმა რა შეუქმნათ გემოვნება გვაკლია და პოლიტიკოსები რატომაც უგემოვნო პოლიტიკოსები არიან რომლებიც ამ უგემოვნობას გვახოვენ თავზე და ჩვენ კიდე რაღაცა პირდაპირშენილები ამ უგემოვნობას გემოვნება საიდან მოდის საერთოდ თუ ეს თანდაყოლილია ალბათ თანდაყოლილია იცი რა გემოვნებას ვერ ასწავლი შეიძლება რომ რაღაცნაირად ალბათ განვითარდეს მაგრამ რაღაც ბაზა უნდა იყოს რაღაც უნდა იყოს
რომელიც გაიზრდება, თორე არაფერისგან არ შეიძლება არაფერი მოხდეს. რა შევქმნით ჩვენ დღემდე ქართველებმა ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო? ნუ პირველი რაც მომდის თავში ეს არის ალბათ ქართული სიმღერა და სიმღერა ეს რაც ფოლკლორი, რომელიც მართლა არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ ყოველთვის რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში ვიყო, მე ხო ჩემი ვამბობ რაღაცა მშველის ხოლმე. იგივე რამდენიმე თქვა მიხეილ წერალი, რამდენიმე წერალი აღარ დავასახელებ. ჩვენი პოეზია. ისეთი მწერლები პროზაიკოსები არ ყავდა. თუ გულწრფელები რო ვიყოთ, ახლა დიდი პროზაიკოსები არ ყავდა ჩემის აზრით მიხეილ ჯავახიშვილის გარდა. და პოეზია ძალიან დიდი პოეზია. ეხლა ეს ჩემი აზრია გულწრფელი. რა თქმა უნდა. ნარკოტიკებთან თუ გქონია როდისმე ისეთი შეხება? გქონია ნარკოტიკებთან შეხება. შეხვედრა. რას ფიქრობ, რა შეცვლის, თქვათ, მარიხუანა რო გახდეს ლეგალური ქვეყანაში და სახელმწიფო აკონტროლოს ეს ბიზნესი? იცით რაშია, მე გერმანიაში ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, ვიცი როგორც არის და მარიხუანა არ არის მძიმე ნარკოტიკი. მარიხუანა არის უამრავ მომენტში არის სასარგებლო. ბიტლები თელ თავის სიმღერებს მარიხუანის თრომბის ქვეშ აკეთებდნენ. ხო, ეს ხო ვიცით, ყველა მიცის, ხო, უამრავი მუსიკოსია, მწერალია. მე არ ვლაპარაკობ მძიმე ნარკოტიკებზე. ეს სრულად სხვადასხვა რამეა. აბსოლუტურად და თუ ვინმე ნარკოლოგი იძახის, რომ ეს ერთ და იგივე და კარიბჭეა რაღაცა ტყუის ის, ან ტყუის ან არიცის. არიცის ძველი თაობის ნარკოლოგებმა, რომლებიც მამაჩა ექიმი იყო და მისი თაობის ხალხი რო ლაპარაკობენ იმაზე რომ ეს არის გარდამავალი გზა, იმაში სასაცილოა ხოლმე. სულ მინდა რომ უთხრა ბატონებო არიცით თქვენ ეგ ამბავი და ნუ ლაპარაკობთ იმაზე რაც არიცით. ეს დამტკიც და უკვე რომ ესე არ არის. არ არის ესე და ნუ ტყუილია და ამიტომ ეხლა ნარიხუანის მოწევისთვის რომ 7 წელს აძლევენ თუ რაღაცას, ნუ ეს საოცრებაა, ეს წინა ხელისუფლების დროს იყო რაღაცა საკუთარი ფორმები ქონდა. ეხლა რაღაც მე მგონი უკეთესია, ხო, თუ არ შედარებით, ხო, მაგრამ რაღაც ეს მართლა ალბათ უნდა დაფიქრდეს, როგორ შეიძლება, ნუ ამის გამო ადამიანი დაიჭირო, ხო? როცა არ ყით მთვრალი ადამიანი საზოგადოებისთვის მართლა საშიშია. მე ყოფილ ვარ საშიში, არ ყით მთვრალი. და მინახია სიტუაცია, როცა არაადეკვატური. ამ და არ ვიცი, მაგრამ არასწორი დამოკიდებულებაა. უпроსტად უცოდინარო ისე გაუნათლებობის და უცოდინარობის ბრალია. შენი აზრით, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი ნარკომანი კაცობრიობის ისტორიაში? ვინ გახსენდება ესეთი? ჯონ ლენონი. ყველაზე მაგარი მსახიობი? ვისა იყვანდი ფილმზე? ნუ ბრანდოს ავიყვანდი ალბათ, პირველი ბრანდო, მაგრამ ძალიან ბევრი არიან. ისე თუ შეიძლება ითქვას, რომ კინო ვინ არის კინო მსახიობი ეს ყველა ალბათ ჩაპლინი მოგივა თავში ადამიანზე. და იმ წერალი რომელი გიყვარს? იცი რა არის წერალი, ძალიან ბევრი წერალი მიყვარს, მაგრამ რატომღაც გავეჭედე იმაზე კაფკაზე. მართლაც კაფკა მოახდინა რაღაც გადამიტრიალდა, როცა წავიკითხე პროცესი. რაღაცა ჩემი შეგნება შეიცვალა. ანუ ჩემი დამოკიდებულება სამყაროსთან შეიცვალა. რაღაცა სხვანაირად დავინახე რაღაცეები. და ამიტომ ვთვლი რომ და ყველა ლიტერატურაც მანამდე წამიკითხია და მე რატომღაც სულ ამ ადამიანთან კავშირდება. თქვათ იგივე სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა ძალიან მიყვარს თელის. რატომღაც გონია რომ მისი შვილობილები არიან. გარკვეულწილად. კი ბატონო. აი ადამიანები რატო გვანან საქართველოში ესე ერთმანეთს, აი ინდივიდები რატო არ არის? იმიტომ რომ შიშია. ვისი შიში? ახლის. შენი საკუთარი თავის გამოვლინების. რა სიწევს? აი რა იწევს ამ შიშს? საიდან მოდის? ეს საბჭოთა კომპლექსი ხო არ არის? ალბათ, ეს დროის ეს ჩვენი მარტო ჩვენი ბრალი არ არის, დათო. ეს არის დროის ბრალი, ჩვენ მართლა ძიმე პერიოდები გავიარეთ. თუმცა ეს 90-იანებმა
ეს ყველაფერი არის რაღაც ეტაპები გავიარეთ, ეს ყველაფერი კიდე მოსანელებელია. ეს ჩვენ კიდე არ გამოვედით იმ შოკიდან, ეს კიდე მე ის თაობა ვარ, შენც ის თაობა ხარ, მე ახალგაზრდა ვარ, სიგურადღე, მაგრამ შენც ხო გახსოვს ეს არა. ანუ ეს ჭრილობები ეს ჩვენ გვაქვს კიდე. ის ჩვენ კი არა პატარებსაც, ჩვენზე ბევრად ახალგაზრდებსაც კი აქვს. ხო. მე მგონია ესა თუ სწორად გავეცი რა არ ვიცი. ერთი წვეთი შხამი რო გქონდეს და რო გითხრა რომ ვინმეს უნდა დაალევინო ან შენ მოგიწევს დაალევაო ვის დაალევინებდი. არავის არ დავალევინებ ნამდვილად. დაალევდი შენ. თუ ერთი არჩევანია, ძალიან მეცდები რომ არც მე დავლიო და არც არავის არ დავალევინა. ისეთი კითხვაა რა, ძალიან ძნელი. ეხლა ძალიან ესეთი არ მინდა ესეთი ბლაგაროდნე გამოუჩნდა. არა, მეცდები რომ გამოვძრო სიტუაციიდან და არავინ არც მე და არც იმან არ დალიოს. ანუ რატო არ ვიღებთ ჩვენ ფილმებს, იგივე ვთქვათ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიაზე, ან ილიას, ან ვეფხისტყაოსანს რატო ვერ ვიღებთ? ვეფხისტყაოსანი გამორიცხულია. მაგრამ ხო შეიძლება რომ ვთქვათ ვეფხისტყაოსანი გადაიღო ერთ ოთახში. ანუ აქაც ხო აი გარისკო და რაღაც ექსპერიმენტები ჩაატარო. არა, შეიძლება რომ გააკეთო, უბრალოდ მე არ ურჩევდი რომ ის მოვეკიდოს ამას ხელი, ისე როგორც არ ურჩევდი ოსტატი და მარგარიტა გადაიღო. არის რაღაც ლიტერატურა უფრო დიდია კინოზე. მე დიდი ლიტერატურას გულისხმობ. და დიდი ლიტერატურისგან მე ვამბობ იგივე დონის, ან იგივე ნახევარ, მეათედიც არ შეიძლება გამოვიდეს. არ გამოვა ოსტატი და მარგარიტიდან ძლიერი ფილმი. ესმის ნათლიადან Godfather, რომელიც სუსტი ლიტერატურა იყო, გამოვიდა გენიალური ფილმი. მაგრამ დიდი ჩემი აზრია, შეიძლება ვწდები გამონაკლისი, შეიძლება ჩათვალო ვისკონტის სიკვდილი ვენეციაში. ნუ გამონაკლისები ამტკიცებს კანონს. მე მაგალითად დიდ ლიტერატურას ხელს არ მოვკიდებდი. ერთადერთ ხელს, როცა დავფიქრდი გველის ჭამელის გადაღებაზე, მაგრამ ეს იყო ვიფიქრე დავიწყე თქვა დააფინანსებდა ამ ფილმს, მაგრამ აი ძიების პროცესში უკვე მივხვდი რომ ძალიან ძნელია. და ეს მახეში ვებმები საკუთარი სურვილით. ეს სარკეში რო იყურები, ვინ გიყურებს იქიდან? ცოტა დაღლილი 58 წლის რითი დაიყალე? ნუ ჯერ დავიღალე ვამ ჩემი პროფესია საკმაოდ დამღლელია და მე არ ვიღებ ფილმებს და თუ რომელიც კომერციულად მუშაობენ. აქედან გამომდინარე თქვათ აი ეს არიან რეჟისორები, რომლებიც თქვათ მატერიალური ცხოვრება მოიგვარეს. ნუ ეს ვერ შევძელი და ამის გამო, მაგრამ მაინც ჩემ თავთან მართალია, იმიტომ რომ ვაკეთებ იმას, რაც მინდა. არც ერთხელ არ გამეკეთება ის, რაც არ მინდა. სულ გულწრფელი ვარ ჩემ თავთან და იმასთან, რასაც ვაკეთებ. და ამიტომ თქვათ ეს ეტყობა კომპენსაციას აკეთებს. ბატონო. აი ახალგაზრდობაში რომელ კინოგმირთან ოცნებობდი სექსზე? მე არა, სექსი ამდენად არ მიფიქრე, მაგრამ ოდრი ჰეპბერნი მიყვარდა ძალიან. ეხლაც ვთვლი რომ ოდრი ჰეპბერნი არის რაღაცნაირი სექსუალურ ქალად მიგაჩნდა. არა, მაგრამ იცი რა არის ეგეთი ფარული სექსუალობა ესეთი. თქვათ მერლინ მონრო სიკვდილი მომწონდა და თქვათ ავა გარნერი და თქვათ რა ქვია იმას აქ რო იყო ჩამოსული ჩვენ სააკაშვილთან რო იყო შერონსტოუნი ხო ასაკურველი მაგრამ ოდრი ჰეპბერნი ჩემთვის აი რაღაცა მიმალულია ის რაც აი უნდა აღმოაჩინო რა და ამიტომ ოდრი ჰეპბერნი პრო აი რომელი ეროტიული სცენაა ყველაზე დახვეწილი რაც გახსენდება კინოში ეროტიული საკმაოდ მძიმე სცენაა ის მაგრამ მე მგონი უკანასკნელი ტანგო პარიზში როცა ბრანდოს და მარია შნაიდერის პირველი ის რო არის ნუ ეროტიული სცენაა საკმაოდ მძაფრი ბატონო ხანახან ისეთი რომ თავიდან ცოტა ხანი ვერ ისეთ ყურებაც კი ცოტა მას მიშვებოდა უხალხო მდგომარეობაში მაგდებოდა კარგი ეს სამი საუკეთესო ქართული ფილმი მითხარი შენ რომელიც იყო შაშვი მგალობელი არაჩვეულებრივი გამოფენა დიდი მწვანებელი. კარგი, აი საქართველოში რატო გულწრფელობის დეფიციტი? შიში. ისევ შიში. ისე მივდივართ ისე ვიქამდე.
ისევ იქამდე რომ არ საკუთარი თავის არ გჯერა და არ გჯერა საკუთარი თავის და ამიტომ შიშია ვაიმე რა ვთქვა რომ ვიღაცამ რამე ანუ საკუთარი იქივე გამომდინარე ეს რაღაცნაირი უკაცრავად ჟარგონზე და მარიაჟობაა ამიტომ შიშიდან იწყება ყველაფერი საკუთარი თავის არ ახარ დარწმუნებული საკუთარ თავში და ამიტომ გეშინია თქვა ის რასაც ფიქრობ რისი გაგება გაინტერესებს ყველაზე ძალიან მინდა რომ აი როცა შევხვდები უფალს მინდა დავუსვა რამდენიმე კითხვა იმიტომ რომ რაღაცები არ მესმის და მინდა რომ გავიგო თავარი კითხვა რა გაქვს რატო კი ბატონო აი ამ წლის ადამიანად ვინ მიგაჩნია საქართველოში თუ საერთოდ პოლიტიკოსებს გადავყაროთ რა ყველანი გვერდით იმიტომ რომ მაგათმა მოგვიღეს ბოლო და საერთოდ ადამიანებს არ ვამბობ მარტო საქართველოს საერთოდ ვამბობ იმიტომ რომ ეს არის რაღაცა გაუთავებელი სისულელე წლის ადამიანად არ ვიცი ვერ გეტყვი ეს არავინ არ მომდის თავში რომ მოგატყო აი ამათგან ვინ რომელი ფილმია შენი აზრით შეიძლება რაღაც უფრო სხვანაირად თქვა, იმიტომ რომ როგორც გაგიხარდა. იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია ჩემთვის არის მე იმ პუჩის დროს სამწუხაროდ მე ვიყავი არასოდეს იარაღი არ მიყიდა, მაგრამ თანაუგრძნობდი პუჩის ეპიზოდს ვწდებოდი. არ ვიცოდი რა მოყვებოდა მას ყველაფერს. ზვიად გამსახურდია გმირია ჩემთვის, რომელიც თავის დროის და ისტორიაში თავისი ადგილი აქვს როგორც გმირს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც პრეზიდენტი ვერ შედგა. მაგრამ არც არის აუცილებელი, არავინ არ შემდგა. გმირი არ შეიძლება სხვა რამეა. არის აუცილებელი გმირი პრეზიდენტი იყოს და პოლიტიკოსი. მეორე ალბათ ისეთი ჟანრი უნდა იყოს. აბსოლუტური პოლიტიკოსი თავით ფეხებიდან. მაგრამ უამრავი შეცდომებით, უამრავი დადებითი და უამრავი ძალიან რთული პიროვნება, მაგრამ ძალიან საინტერესო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კვალიტატოა საქართველოში, როგორც კარგი, ასევე ცუდი. და საერთაშორისო მხრივ ძალიან ყველაზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი საერთაშორისო მასშტაბით ალბათ შევარდნაძე იყო. ბატონი სააკაშვილი, მე არ მიყვარს ბატონი მიშა სააკაშვილი, პირდაპირ მინდა გითხრა, მინდღოთ იმისა, რომ უაღრესად ნიჭიერი კაცია, უაღრესად. არის ჰიპერენერგიული. ესე იგი პატარა ნახევარი 1 წლის ბავშვს რომ არ გააჩერებ ოთახში, ხო იცი რომ რაღაცა ვერაფერს ვერ გააჩერებ რა. და მაგრამ სამწუხაროდ ჩემი არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ავამტყობ ფსიქიურად მე თავიდანვე რომ დავინახე მე კარგი ფიზიონომისტი ვარ ჩემი პროფესიით გამა თვალებში რომ შევხედე მივხვდი რაღაც იქ არ არის ჯამრთელი და ეს ყველაფერი სამწუხაროდ ძალაუფლებასთან ერთად საოცარი ფორმები მიიღო თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირველი წლები იყო გასაოცარი ეს იყო ბერლინში ვიყავი მე და არ ვიცი ძალიან გახაბედნიერები ვიყავით ყველანი მაგრამ როგორც გითხარი ეს ყველაფერი შეიცვალა ძალიან ცუდ რამეში და დანაშაულდა პრაქტიკულად დიდ დანაშაულში გადაიზარდა. მეოთხე უფრო ისეთი ნელი ალბათ ისეთი ფილმია რაღაცა დორე ისეთი ცუდად არ ვამბობ არის ნელი ფილმები რომლებიც კარგი ფილმებია. პიროვნულად არ ვიცნობ და ამდენად საკმაოდ სიმპათიური ადამიანია მაგრამ ფუნქციებიც სხვა აქვს და თუ აქედან ამიტომ ვერ შევადარებ ამ წინას ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი ძალიან ესეთი უცნაური პიროვნება ესე იგი მისი ალბათ პირველი მთავარი რაც გააკეთა კარგი რომ რაღაცა შეიცვალა ეს მაგრამ რასაკვირველია გემოვნება მისი არ მომწონს რადიკალურად არ მომწონს ბევრი მისი გამონათქვამი არ მომწონს იმაზე არ მომწონს როცა ლაპარაკობს იმაზე რაც მე მგონი რომ არ იცის და ნუ კიდე საინტერესო პიროვნება ალბათ თავისთავად მაგრამ ნუ ჩემთვის პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი არ არის არის ალბათ კარგი მენეჯერი კარგი ბიზნესმენი რაც დაამტკიცა რომ არის მაგრამ ნუ ეგ არის და ეგ აი შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა რომელი საუკეთესო სამ ფილმს თუ
თუ დაასახელებ და უბრალოდ არა მარტო ქართულ საერთოდ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვდით და წარმატებებს გისურვებ. მადლობა.